დღესდღეობით რეალობის ყველაზე ზუსტი აღწერა არის რიჩარდ ფეინმანის კვანტური ელექტროდინამიკის მიხედვით. ფეინმანი ამბობდა, რომ თუ გინდა რთული სისტემის გაგება, აუცილებელია მისი უმცირესი ნაწილაკების ურთიერთობების შესწავლა. ამ კუთხით, ამ პოზიციიდან ორგანიზმი არის მიკროელემენტებით შემდგარი რთული სისტემა. მიკროელემენტების შორის, რომელთაც ან ჭარბი მუხტი აქვთ, ან მუხტის ნაკლებობა, დადის ენერგია, რაც ქმნის ამ სისტემის სიცოცხლის საფუძველს. ამიტომაც, თუ დაბალანსებულია მიკროელემენტები ერთმანეთში და მათი კავშირები არის უზრუნველყოფილი, მაშინ ორგანიზმი ფუნქციონირებს კარგად. რაც უფრო დარღვეულია მათ შორის კავშირები, ურთიერთქმედება, მით უფრო გართულებულია ენერგიის მათ შორის დინება. მით უფრო რთულად, უარესად, ცუდად გრძნობს თავს ორგანიზმი და მთავარი ყალიბდება ენერგიის დეფიციტი. მიკროელემენტები ორგანიზმში იქცევიან ისევე, როგორც უმცირე და უმცირესი ნაწილაკები ფიზიკურ მოდელებში. ისინი ქმნიან კალაპოტს ენერგიის დინებისთვის. კალიუმი, მაგნიუმი, კალციუმი, ნატრიუმი, რკინა და ასე შემდეგ ქმნიან ურთულეს და ულამაზეს სისტემას, რომელიც ისეთ საოცრებას, როგორც სიცოცხლეს, ქმნის რეალობად. სხვანაირად შეუძლებელია ცოცხალი დარჩეს ცოცხალი. ოდნავი დისბალანსი მათ შორის, ოდნავი დარღვევა მათი ურთიერთობების იწვევს პრობლემებს, რომელიც აისახება უკვე უჯრედებში, ქსოვილებში და ორგანოებში. ამიტომაც ორგანიზმში ძალიან მნიშვნელოვანია მიკროელემენტების ის ბალანსი, რომელიც ახასიათებს კონკრეტულ გენეტიკას. როცა მიკროელემენტების ბალანსი ირღვევა, იკარგება მუხტი, თანდათან, რა თქმა უნდა. იკარგება კალაპოტი ენერგიის და ეს იწვევს ზვავისებრ პროცესებს, რომელიც აისახება უამრავ ფიზიოლოგიურ თუ ანატომიურ კონსტანტებზე. ორგანიზმი იწყებს დაავადებას. იწყება აორთქლებები, ჭარბი ზედმეტი, კრისტალიზაცია, დალექვა რაღაცეების და მსგავსი პროცესები ადრე თუ გვიან აუცილებლად მივლენ ანთებამდე. ანთება არა მარტო ინფექციურია. უმეტეს შემთხვევაში ანთება გამოწვეულია მიკროელემენტების დისბალანსის, რომელსაც ორგანიზმი ცდილობს რაც შეიძლება მალე მოერიოს, იმიტომ რომ ეს შინაგანი განწყობა, შინაგანი მიზეზი კატასტროფით მთავრდება და უფრო სერიოზული შედეგებით შეიძლება დამთავრდეს, ვიდრე ინფექციური შემოტევა. მიზეზი ცოცხალში, რაც არ უნდა ხდებოდეს და განსაკუთრებით დაავადება, მიზეზი ყოველთვის უფრო ღრმა არის, ვიდრე ზედაპირული მტკივა, ანთება, ცუდათვარ, ფაღარათი მაქვს, გული მერევა. მიზეზი ყოველთვის არის მიკროელემენტების ბალანსის დარღვევა და არა ელექტროლიტების ორი სხვადასხვა რაღაცაა. მიკროელემენტების ბალანსის დარღვევა. აი რა არის ფუძე და ფუძე იმისა, თუ როგორ ხდება ადამიანი და არა მარტო ადამიანი ავად. შემაწუხებელი ფაქტორის, მაგალითად ტკივილის მოხსნა არანაირად არ წყვეტს პრობლემას, მეტიც.
ადამიანი ხდება ზერელე და ივიწყებს პრობლემას, რომელიც აუცილებლად დაბრუნდება და აუცილებლად უფრო რთული ფორმით. ეს ფიზიკაა, ეს არაა მედიცინა. კომერციულ მედიცინის მესვეურები ძალიან კარგად არიან ამაში გათვითცნობიერებული. შეიძლება ითქვას ჩემზე უკეთ. იმიტომ რომ ისინი ერთს აკეთებენ და არა პრობლემას იკვლევენ და პრობლემას წვიტავენ, ერთს აკეთებენ და სამს აფუჭებენ. ხვდებით? ანუ ფულს იღებენ იმაში, რომ ერთი პრობლემა მოგიხსნან და ამავე ფულით სამ პრობლემას გიჩენენ. ვითომ დახმარებით. სამ პრობლემას გიჩენენ, რომელიც უფრო მძიმეა, ვიდრე ის პირველი პრობლემა. შემდეგ ნაბიჯე ისინი არაუბრალოდ 3, არამედ 10 მაგ მოგებას იპოვიან, იმიტომ რომ სამი პრობლემა გაგიჩნდებათ და სამჯერ უფრო სერიოზული ვიდრე ის პრობლემა, რომელიც ვითომ და მოგიხსნათ კომერციულმა მედიცინამ. აი დღეს ძალიან მოდაშია მაგნიუმის მიღება. მიკროელემენტია ხო თითქოს და აი მაგნიუმი აკლია და მაგნიუმი დალი. რა ხდება? აქაც ფიზიკა შეზღუდულია შესაძლებლობები ორგანიზმის. ერთს რო ძალით და ბევრს გაძლევენ დანარჩენს. კალციუმის მაგალითად ხო, ან რკინის პრობლემა ექმნება ორგანიზმს. გამიგეთ? ანუ ერთს ძალით გაძლევენ და გზას უკეტავენ. სხვას მაგნიუმს გაძლევენ. ორვალენტიანს ხო? კალციუმი უკვე პრობლემა ხდება და საკმაოდ მალე ვლინდება კალციუმის დეფიციტი. რკინაც პრობლემა ხდება. თუთიაც პრობლემა ხდება, ისიც ორვალენტიანია. ერთს აკეთებენ, ვითომ აკეთებენ და სამს აფუჭებენ. ესაა კომერციული მედიცინის სტრატეგია და განსაკუთრებით მძიმედ ეს აისახება მიკროელემენტების დონეზე, საბაზისო, მთავარ დონეზე. მიკროელემენტების ბალანსის აღსადგენად და შესანარჩუნებლად მირთვით აქტივირებული ხორბლის მცირედი მაინც დოზა 1-3 სუფრის კოზი დასრულისთვის, პატარებისთვის შესაბამისად წონაზე გადათვლით. რეცეპტი აქტივირებული ხორბლის არის ჩემი YouTube არხის ერთ-ერთ პოსტში. დავდებ პირველ კომენტარში, მეორე კომენტარში რეცეპტს. იყავით ჯანმრთელნი და ბედნიერნი.